შემსყიდველის პროფესიაზე ვისაუბრებთ ამ მიმართულებით და უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე, რომელსაც კომპანია მარტივი შესყიდვები უძღვება და აორგანიზებს. შეგახსენებთ, რომ კომპანია მარტივი შესყიდვები 20 ნოემბერს სასტუმრო პულმან აქსის ტაუერში შესყიდვების მორიგ მასშტაბურ ღონისძიებას გამართავს. ამასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ. მივესალმებით პირველ რიგში თამარ ახსიაშვილს, კომპანია მარტივი შესყიდვების დამფუძნებელს, საქართველოს პროფესიონალ შემსყიდველთა ასოციაციის თანადამფუძნებელს და დირექტორს, მოგესალმებით თამარ და ასევე ლიკა უსეინაშვილს, არამეკ ჯორჯიას გენერალურ დირექტორს, მოგესალმებით ქალბატონებო, ძალიან დიდი მადლობა დილა ადრიან, რომ ასე ჩვენ ეთერში ხართ და საუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე. ქალბატონ თამარ ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია შემსყიდველის პროფესიის მნიშვნელობაზე და მასზე ძალიან დიდ მოთხოვნაზე. მე წვი მაქვს ამ დიდმა მოთხოვნამ გააჩინა ზუსტად ამ ღონისძიების აქტუალურობა და მნიშვნელობა დღეს და მოდით ვისაუბროთ. აუცილებლად შევეხებით ჩარჩრანდელ ღონისძიებას, რომელსაც პირადად მე ვეცდებოდი და აღმაფრთოვანა ერთ წერტილში ამდენმა პროფესიონალმა. საერთოდ მე კონფერენციებს ცოტა სხვა თვალით ვუყურებ, რომ ინფორმაციის ძირითადად გავრცელება, თუმცა დარბაზიდანაც კი იმხელა ცოდნა მოდიოდა და იმხელა ჩართულობა ამ პანელურ დისკუსიაში და ძალიან გამიკვირდა. ყოველ შემთხვევაში შეგვიძლია შევაჯამოთ ესე, რომ ხართ ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალური და ერთ-ერთი ყველაზე მიმართულების სულისჩამდგმელი ამ კონფერენციის ორგანიზატორი, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. გითხარით ღონისძიებაზე, როდის, სად და ასევე უნდა გავაჟღეროთ, როგორ შეუძლიათ ადამიანებს ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. დიდი მადლობა გიგა, სასიამოვნოა, ძალიან მიხარია რომ ჩვენ გასულ წელს ვითანამშრომლეთ და წელსაც რომ გვესტუმრებით. რა თქმა უნდა, ტენდენციას ვინარჩუნებთ, ეს სფერო საჭიროებს მხარდაჭერას აუცილებლად, განვითარებას და სიახლეების ინტეგრირებას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დღესდღეობით, ამიტომ ჩვენი ჩვეული პრაქტიკის მიხედვით ყოველი წლის ბოლოს შემაჯამებელ ღონისძიებას ვაორგანიზებთ, როგორც ახსენეთ სასტუმრო პულმანში და აქ შეკრებილი სტუმრების უმეტესობა იქნებიან არა მხოლოდ შემსყიდველები და ლოგისტიკის და საოპერაციო მიმართულების წარმომადგენლები, არამედ ყველა დაინტერესებული პირები, ბიზნესების წარმომადგენლები, ის კომპანიები და ადამიანები, ვისაც სურს ბიზნეს ურთიერთობის და პარტნიორული ურთიერთობის დამყარება ჩვენ სპონსორებთან და მხარდამჭერებთან, ჩვეულებრივ პროფესიული განვითარება და დისკუსია და ეგრეთ წოდებული ნეტვორკინგი კოლეგებთან და პროფესიონალებთან და რა თქმა უნდა დროის სასიამოვნოდ გატარება, სასიამოვნო გარემოში და ასე ვთქვათ, ვისაც განსაკუთრებით დარგი აინტერესებს, დარგის პროფესიონალი ძალიან ბევრი იქნება. აუცილებლად დავბრუნდები იმ შეკითხვით, თუ ვის შეუძლია დაესწროს და როგორ უნდა დაესწროს, აუცილებლად გადავალ ქალბატონ ლიკასთან, არამეკ ჯორჯიას გენერალური დირექტორი, როგორც წარვადგინდა, თქვენ ბრძანდებით ერთ-ერთი გენერალური სპონსორი ამ ღონისძიების 4 გენერალური სპონსორიდან. ქალბატონ ლიკა, გითხარით ღონისძიებაზე და მის საჭიროებაზე და როგორც აი კომპანიის უმაღლესი მენეჯმენტი, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს შემსყიდველის პროფესია და მისი განვითარება. მოგესალმებით, მადლობა დაინტერესებისთვის, მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, მსგავსი დარგი უმნიშვნელოვანესია და ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობა. რადგან საშუალება გვეძლევა სამიზნე აუდიტორიას შევხვდეთ პირისპირ, ვისაუბროთ დარგის გამოწვევებზე, სიახლეებზე და ასევე გავაცნოთ ჩვენი სერვისი და მათზე მორგებული შეთავაზებები შევთავაზოთ. რამდენად დეფიციტურია დღეს შემსყიდველის პროფესია და ამჯერად შეგიკითხებით როგორც არა კონკრეტული კომპანიის, არამედ აი ბიზნეს სექტორის წარმომადგენელს, რამდენად რთულია კვალიფიციური შემსყიდველის პოვნა ბაზარზე. ვინაიდან ოპერაციულ დარგში მოღვაწეობთ, ყოველდღიურად გვაქვს კონტაქტი სხვადასხვა კომპანიების შესყიდვების თუ ლოგისტიკის მენეჯერებთან და დარგი ნამდვილად საჭიროებს განვითარებას, ინფორმირებას და ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში ვცდილობთ მათ მხარდაჭერას, ინფორმირებას სხვადასხვა ვორქშოპების საშუალებით, ასევე პირადი შეხვედრების საშუალებით და ვფიქრობ მსგავსი ღონისძიებები ძალიან დროული და საჭიროა. მადლობა ქალბატონ ლიკა, თამარ დავბრუნდები თქვენთან იგივე შეკითხვით, ამჯერად უნდა შეგიკითხოთ, რა თქმა უნდა, როგორც შემსყიდველთა ასოციაციის თანადამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან,
დარგზე, კონკრეტულ პროფესიაზე მოთხოვნაზე უნდა შეგეკითხოთ, რამდენად დეფიციტურია დღეს და რამდენად მოგმართავენ ასოციაციას ბიზნესები იმ პრობლემით, რომ კონკრეტული სპეციალობის ადამიანზე დეფიციტია ბაზარზე. საერთო ჯამში ვერ ვიტყვით, რომ დეფიციტი, ესე ვთქვათ, ძალიან ძიმედ, ესე ვთქვათ, შეიგრძნობა, მაგრამ არის დანაკლისი. ხშირად არის მომართვიანობაც, კითხვაც, ხშირ შემთხვევაში პრობლემა არის კვალიფიციური კადრი და გამოცდილებასთან ერთად უკვე სხვა პირობებიც წარმოიჩენს თავს, თუმცა იმ გამოცდილების მიღებაც ვთქვათ, პროფესიონალებს სადმე სჭირდებათ. შესაბამისად ერთ-ერთი მიმართულება სწავლა-განათლებაა და რა თქმა უნდა მსგავსი ღონისძიებები. წელსაც ჩვენ არ ვღალატობთ ჩვენს პრაქტიკას და ორი მიმართულებით გვექნება თემატიკა გაშლილი. აუცილებლად ვცდილობთ ყოველთვის რომ ტენდენციას არ ჩამოვრჩეთ და მსოფლიო ტენდენციაზე მაქვს საუბარი. წელს ერთ-ერთი მიმართულება იქნება გაციფრულება, ციფრული პროდუქტები, ონლაინ პროდუქტების და სერვისები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი და მეორე მიმართულება დაეთმობა რა თქმა უნდა საოპერაციოს, იმ სიახლეებს რაც სფეროში არის, იმ ტკივილებს რაც სფეროში არის და როგორ შეგვიძლია ეს პრობლემები გადავჭრათ და ვცდილობთ რომ სრულად დავფაროთ ის დანაკლისი რაც შეიძლება არ იყოს ადგილად ხელმისაწვდომი პროფესიონალი. ვის შეუძლია ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღოს და რა არხით ან როგორ უნდა დარეგისტრირდეს ან როგორ უნდა მოგმართო? ჩვენ ხელმისაწვდომები ვართ როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე ჩვენს ვებგვერდზე easyprocurement.gr, ასევე TicketJ's პლატფორმაზეც არის ხელმისაწვდომი ბილეთები, რეგისტრაციის სახითაც ნებისმიერი პლატფორმიდან, სოცქსელებიდან, როგორც ვახსენე, მათ შორის, ანუ საკონტაქტო ტელეფონზეც შესაძლებელია დაკავშირებით ჩვენი თანამშრომლები მიაწვდიან საჭირო ინფორმაციას, ღონისძიების შესახებ, ასე ვთქვათ, დღის წესრიგის შესახებ და სხვა დანარჩენ ინფორმაციას, რაც იქნება საჭირო. ლიკა, თქვენთან გადმოვალ ბიზნეს სექტორს თუ შეუძლია თუ არა მიიღოს მონაწილეობა, ვინც შესაძლებელია უშუალოდ არ არის ჩართული, ახლა შეიძლება შემსყიდველის პროფესია არ ჭირდება, თუმცა სამომავლოდ ფიქრობენ გაფართოებას, გაზრდას და სამომავლო პერსპექტივაში ფიქრობენ, რომ აღნიშნული მიმართულება, პროფესია, პროფესიები დაინტერესებს. შეუძლიათ თუ არა მონაწილეობა მიიღონ და ვითხარით ინფორმაცია. კი, რამდენადაც ვიცი ვიზიტორებისთვის ღია კონფერენცია, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია და ესტუმროს იქ წარმოდგენილ კომპანიებს, ასევე დაესწროს სხვადასხვა პანელურ დისკუსიებს, პრეზენტაციებს, რაშიც ჩვენც აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას და გავცემთ როგორც რეკომენდაციებს, ასევე ვისაუბრებთ სხვადასხვა გამოწვევებზე, რაც დღეს დგას ჩვენ სექტორში. კი ბატონო, ვისაუბროთ რა თქმა უნდა გამოწვევებზე და შემსყიდველის პროფესიის თანამედროვე გამოწვევაზე. ჩვენ პირველი ბლოკიდან საუბრობთ, ვახსენეთ კიდევაც რომ თუ კი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარს ეწოდება ინდუსტრიალიზაციის პერიოდი და მთლიანად აი ამ ინდუსტრიალიზაციაში ძალიან ბევრი მიმართულება იყო ჩართული, რამაც შეცვალა მსოფლიო, დღევანდელ ჩვენს ერას, ბოლო დეკადას ყოველ შემთხვევაში კონკრეტული ტექნოლოგიის, კონკრეტულად ხელოვნური ინტელექტის დეკადა ეწოდება მხოლოდ და მხოლოდ. ალბათ გამოწვევაც არის ერთის მხრივ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ინფორმაციას და შესაძლებლობებს ატარებს და მეორე მხრივ შესაძლებლობაც. თამარ, რა ხდება კონკრეტულად შემსყიდველის პროფესიაში ამ მიმართულებით? რა არის ან იქნება ხელოვნური ინტელექტის როლი და რა გამოწვევებს ხედავთ ამ მიმართულებით? ცხადია, დღესდღეობით ჩვენი ჩართულობის მიზანი არის ის, რომ შემსყიდველებს ვასწავლოთ ხელოვნური ინტელექტის სწორად გამოყენება, მიზნობრივად გამოყენება იმისათვის, რომ გაადვილონ და ეფექტური გახადონ ყოველდღიური საქმიანობა. არ ველოდებით ახლო მომავალში, რომ საერთოდ პროფესია აღარ იარსებებს, ცხადია, ეს არ არის სწორი მოსაზრება, თუმცა თუ კი არ ვისწავლით სწორად ამ ესე იგი პროგრამული მოდელში ხელოვნური ინტელექტის მართვას, სასურველი მოსალოდნელი არის, რომ ბევრი შეიძლება დარჩეს სამწუხაროდ სამსახურის გარეშე. ეს განაპირობებს რას, რომ თუ კი ჩვენ ჩამოვრჩით და ვერ ვისწავლეთ მართვა, ეს აისახება როგორც პროდუქტიულობაზე, ასევე კომპანიების მომგებიანობაზე და დანახარჯების გაზრდაზე. ამიტომ ერთ-ერთი თემა ასევე დანახარჯების ეფექტურად მართვა და ოპტიმიზაციაც იქნება, რაზეც გვინდა რომ გავამახვილოთ ყურადღება აუდიტორიის სტუმრების და ასე ვთქვათ, მეტი
მნიშვნელობა შევძინოთ ამ ნაწილსაც, რომ არა მხოლოდ ის, რომ ჩვენ ვისწავლოთ, არამედ დანერგვაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ასევე ციფრულ ნაწილთანაც, ესე ვთქვათ, არის გადაჯაჭვული. თამარ, მეორე წელია აკადემიურ სექტორში მოვაწეობთ და შეხვედრით აკადემიურ სექტორში განსხვავებული მიმართულებით, რასაც ქვია შევსყიდველის პროფესია და მისი ცალკეული მიმართულებების დაუფლება. მე მაინტერესებს თქვენი შეფასება როგორია ამ მიმართულებით. რამდენად გაიზარდა, მოკლე პერიოდია გასაგებია, დიდი პერიოდი რო გავა, აუცილებლად შეგაჯერებინოთ კიდევ, მაგრამ ამ მოკლე პერიოდში როგორ იზრდება დამოკიდებულება შემსყიდველის პროფესიასთან დაკავშირებით და როდესაც იცნობენ სტუდენტების საგანს, რამდენად ეზრდებათ ინტერესი და მაგის მარტივად რომ შევფუთოთ ეს ყველაფერი შეკითხვათ, რამდენად ბევრია იმ სტუდენტთა რაოდენობა, რომლებმაც მიიღო ის გადაწყვეტილება, რომ დაეუფლოს ამ პროფესიას. კი ბატონო, ნამდვილად არის დაინტერესება და ახლა უფრო, აი მიმდინარე წელს თუ შევაფასებთ პირველ წელთან, შეგრძნება მაქვს და ესე ვთქვათ, სურათი გვიჩვენებს იმას, რომ გააზრებულად მოდიან ამ საგნის შესასწავლად, ინტერესი აქვთ, რადგან ხედავენ სწორად ამ ფუნქციის მნიშვნელობას ბიზნესისთვის. ანუ ჩვენ არ განვიხილავთ ამ სფეროს, როგორც ცალკე მდგომ საგანს ან საქმიანობას, არამედ როგორც ბიზნესის განუყოფელ ნაწილს, რომელსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს საერთო შედეგებზეც, მომგებიანობაზეც და წამგებიანობაზეც, იმიტომ რომ თანხასთან, ხარჯებთან არის და არამიზნობრივად დანახარჯის ზრდა სამწუხაროდ ძალიან ცუდ შედეგებამდე მიიყვანს ნებისმიერ კომპანიას. აი გადაცემის ბოლოსკენ ორივესთან მინდა ერთ და იგივე შეკითხვით გადმოვიდე პირველ რიგში თქვენ დავიწყოთ თამარ. პირველი ბლოკით ზუსტად ასე დავაუფლეთ, რომ ვიყურებენ ადამიანები, ვიყურებენ ახალგაზრდები, სტუდენტები მათ შორის, რომელიც შეიძლება თქვენი სტუდენტები საერთოდ არ არიან და ფიქრობენ პროფესიის არჩევის მომენტში არიან. რატომ უნდა გადაწყვეტონ შემსყიდველის პროფესია, რამდენად პერსპექტიულია ის და როგორ გესახებათ ადამიანის კარიერული განვითარება თუ აირჩევს ის შემსყიდველის პროფესიას თამარ. დიახ, ნამდვილად არის დიდი განვითარება, რადგან ძალიან ბევრი მიმართულების თემის შესწავლა არის შესაძლებელი ამ პროფესიაში, როგორც ელემენტარულად მოლაპარაკების უნარის, ასე ვთქვათ, განმტკიცება და გამომუშავება, ასევე ურთიერთობა და ყველაზე საინტერესო არის ეს პროფესია მათთვის, ვისაც არ სურს, ასე ვთქვათ, ერთნაირი და რუტინული სამსახური, ვისაც სურს დინამიურობა, აქტიურობა და მუდმივი ჩართულობა. ისინი აუცილებლად იპოვიან თავის თავს ამ საქმიანობაში და მიაღწევენ მაღალ შედეგებს. დიდი მადლობა, ნიკა, ანალოგიური შეკითხვით გადმოვალ თქვენთან, როგორ თვლით, გვიყურებს ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ურჩევდით თუ არა მათ შემსყიდველის პროფესიის არჩევას და რამდენად გესახებათ თქვენი როგორც უმაღლესი მენეჯმენტიდან ამ პროფესიის განვითარება და შესაძლებლობა. ჩვენი კომპანიის გადმოსახედიდან ვიტყვი, იქიდან გამომდინარე ჩვენ წარმოვადგენთ საერთაშორისო საფოსტო სატვირთო გადაზიდვებს, გვაქვს კომუნიკაცია შესყიდვების გუნდთან, რომელსაც ფაქტიურად კომპანიის ორგანიზაციის მაჯისცემაზე უჭირავს ხელი. როგორც ქალბატონმა თამარმა ახსენა, არის ძალიან დინამიური პროცესი, კომპანიიდან მომდინარე მოთხოვნების მიღება, რეალიზება და შემდეგ მათ პარტნიორებთან ურთიერთობა არის მათი მოვალეობა, დროული კომუნიკაცია ჩვენთან, დროული ტრანსპორტირება, რაც ფაქტიურად კომპანიის ეფექტურობაზე აისახება, ასე რომ თუ დინამიური პროფესია სურთ მომავალ სტუდენტებს, ნამდვილად ეს არის დარგი, როცა მრავალმხრივ ვითარდები განურჩევლად დარგისა. დიდი მადლობა თამარ. კიდევ ერთხელ უნდა ჩამოვთვალო, ეს როგორც თქვენს კონფერენციაზე გავაჟღერე, პირდაპირ ეთერშიც გავაჟღერე, მაგრამ აუცილებლად იმდენად საინტერესოა ეს პროფესია და იმდენად მოთხოვნადი მსოფლიო მასშტაბით, რომ ამ პროფესიის წარმომადგენელმა უნდა იცოდეს აუცილებლად მრავალმხრივი ცოდნა უნდა ქონდეს. უნდა იცოდეს როგორც პროდუქციის ექსპორტიორი, ასევე იმპორტიორი ქვეყნების კანონმდებლობა, ეს არის გულისხმობს ფუნდამენტალურ ცოდნას, მაგრამ მინიმალურ დონეზე მინიმუმ ეკონომიკური მოთხოვნა მიწოდების მინიმალური პრინციპები, მინიმალურს გულისხმობ, თორე კარგი შემსყიდველს კარგი პრინციპებიც უნდა ქონდეს ცოდნაც. და მოკლედ ძალიან ისეთი პროფესიაა, რომლის განვითარებაც პიროვნულადაც ანვითარებს ადამიანებს და მე ვისურვებდი, რომ ძალიან ბევრი შემსყიდველი და ძალიან ბევრი ლოჯისტიკის გადაზიდვების სპეციალისტი იყოს ჩვენ ქვეყანაში, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის თუ ეკონომიკა ნიშნავს შეზღუდული რესურსების სწორად მართვას, ჩვენი ქვეყნის განვითარება
ყველას გვესახება როგორც აღმოსავლეთის და დასავლეთის შემაერთებელ წერტილად. იქით არის უდიდესი აზიური სახელმწიფოები, აქეთ უდიდესი ევროპული და ამერიკული და ზუსტადაც ჩვენ უნდა ვიყოთ ის ჰაბი და დარწმუნებული ვარ, როდესაც გავხდებით ჯერ კიდევ სამწუხაროდ განვითარებადი ეკონომიკის სტატუსი გვაქვს, რომ გავხდებით განვითარებული ქვეყანა, ადგილზე დაგვჭირდება ძალიან ბევრი შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სპეციალისტი, ასე რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ როგორც მედიას და აკადემიის წარმომადგენელმა, ძალიან საინტერესო იყო თქვენი გადაცემაში სტუმრობა. მადლობა კიდევ ერთხელ რომ ამ საქმეს აკეთებთ. ჩვენ უკვე შევხვდებით 20 ნოემბერს შესყიდვების კონფერენციაზე და იქ უფრო სიღრმისეულად გავშლით ყველაფერს. სხვათაშორის თამარ კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ კონფერენციის შემდგომ სტუმრობა, იმიტომ რომ კონფერენციიდან მიღებული შედეგები კიდევ უფრო სიღრმისეულად გავშალოთ და მივაწოდოთ იმ ბიზნეს სექტორს, რომელიც ჩვენი ძირითადი წყარო არის და ძირითადი ბიზნეს სექტორი გვიყურებს მაინც შეგავთ ამ ყველაფერს. თამარ ახსიაშვილი, მარტივი შესყიდვების დამფუძნებელი, ლიკა უსეინაშვილი, არამექს ჯორჯიას გენერალური დირექტორი.